ქართლოსნების ამოჩელს ხო არ იტყვის ჩემიანი არის ნიკა გვარამიაო. არ მათიანია ხვდებით? ქართლოსნების ხარეს არის გვარამია. ხარეს არის გვარამია. დღეს ახლა ამ ამბავი დაიმუქრა. თავისი ქმედებებით უბრალოდ ასე არის. ყველაფერი რაც გვარამიამ გააკეთა, უბრალოდ გადავდოთ გვერდზე პერსონალური შეფასება, უბრალოდ რო ვიცოთ ადამიანი, რომელიც მოვიდა პოლიტიკაში. დაახურა ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტია. წაართვა ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიას ხმები და გახლიჩა ორად. მე რაც გავიდა, ყველას დააყრევინა მანდატები. მე აუგრძალა არჩევნებში მონაწილეობა და დააკარგინა ყველა საკრებულოს ადგილები. ამით დაშალა ინფრასტრუქტურა. ნაცმოძრაობა იყო ერთ-ერთი პარტია ქოცების შემდეგ, ვისაც ჰქონდა რეგიონალური სტრუქტურა. ვერავინ ვერ გააკეთა, ძალიან რთულია, ძალიან ძვირია და გამოზით ხელისუფლებაში ვინც იყო იმ ხალხს. ანუ უბრალოდ რჩება ხელისუფლების შემდეგ ეს ჩონჩხივით. ნაცმოძრაობა შემორჩენილი ჰქონდა ესეც კი გაუნადგურა. აი ვიცით რომ ასეთი ადამიანი არსებობს. ვიცით რომ მან დახარჯა ამაში 40 მილიონი და ვიცით რომ არ არის ცნობილი ამ 40 მილიონის წარმომავლობა და ვიცით რომ არსებობს ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც აი ჩემი შვილის ბარაძე რამდენი ლარია ისიც კი იმას ამოწურს და მაჯარიმებს წელიწადში ორჯერ. იმიტომ რომ შეუძლებელია მისი წესები დაიცვა სრულფასოვნად. ასეთი წესრიგი გვაქვს. რუსული რეჟიმიო და დიქტატურაო თან გაიძახიან. და რა ყველანაირი ფულს აკონტროლებს ქართული სისტემა ყველა პარტიის და 40 მილიონი ვერ დაინახა და ვერ გააკონტროლა. ან ის რომ ფიქტიური შემოწირულობებია 60,000 გვარამიას პარტიაზე უმუშევარი ხალხის და ბებიების და ბაბუების. უნდა დავიჯეროთ რომ ბებიები პენსიას აგროვებდა 20 წელი რომ გვარამიასთვის 60,000 შეეწირა. და თუ ეს ამის ავჯერა ანტიკორუფციული ვერ შემოწმებდა თქვენი აზრით ეს რომ მართლა საფრთხე ყოფილიყო ქართული სისტემისთვის. თუ ეს ვიცით ყველაფერი ну აღმოჩნდა რომ გვარამია ამ კაცის გვარი. ხდებით, ამიტომ მეგონი ეს სპექტაკლი სამ გრძელდება და სამ ქართული ხალხი ვერ დაინახრო სპექტაკლია და ეთამაშებიან, არაფერი არ შეიძლება.